სიყვარულით ცხოვრება იმიტომ არის რთული, რომ თავგანწირვას მოითხოვს. თავგანწირვის გარეშე სიყვარული ხო არ არსებობს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სიყვარულით ცხოვრება უფრო რთული. აი ქართული ფილმი რო აქვს უკარაჩა რა, ნუ ისე ნუ წამიყვანო, რომ ეს გზნობა არ ნახო და ეს მარტო გზნობაც არ არის. გზნობის დონეზე ამის დაყვანაც არ შეიძლება. საერთოდაც ახლა ამდენმა ადამიანმა ამდენი რამე დაწერა სიყვარულზე. და ბოლომდე მაინც ვერავინ ვერ თქვა და ყველაზე მეტად თქვა იოანე ღვთისმეტყველმა, რომ ღმერთი არის სიყვარული. დავითა, როგორ არის საქმეები? წამო. როცა დედაზე და მამაზე ხელი გეშვება, ნერვიულობა მაშინ იწყება. როცა ღმერთზე ხელი გეშვება, ნერვიულობა მაშინ იწყება. ეხა რა მეშველება, რა გავაკეთო? და თუ ღმერთი ახსოვს ადამიანს, ღმერთზე ხელი აქვს ჩაჭიდული, იცის, რომ არაფერი არ გაუჭირდება. ისე რომ ღმერთის ხსოვნა ადამიანს ჭირში იმედს მატებს და რაღაცა ცოდის გზაზე კიდე თავშეკავებას მატებს. მე ვარ დეკანოზი ბასილ ფოსური. მე რომ ჩაბარებას ფიქრობდი, მინდოდა რომ ან იურიდიულზე ჩამებარებინა, ან კიდე ჟურნალისტიკაზე. და მე რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ჩემგან არც ეკონომისტი არ გამოვიდა, მაგრამ ის მაინც ვისწავლე, რომ თუ გაყოფა შეგიძლია, ღმერთი გაგიმრავლებს. მე მგონი მთავარი ვისწავლე. 2013 წლიდან მე მღვდლად ვარ ნაკურთხი და 2014 წლიდან ავარ ამ ტაძარში ფერისცვალების სახელობის ტაძარია. მაშინ გაიხსნა ეს ტაძარი, მაშინ შენდებოდა ეს ტაძარი, თუმცა მშენებლობაში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ აი როდესაც უკვე ბოლო შტრიხები კეთდებოდა, ესე რომ ვთქვათ, მაშინ მეუფე ანდრია მაგ დამადგინა მდემსახურად და იმის შემდეგ აქ ვსახურობთ. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარი შედის იერუსალიმში და ხალხი მთელი ესეთი ზარზე იმით ხვდება მაცხოვარს. ოღონდ მათი დამოკიდებულება ეს უფრო ხორციელია. ეს უფრო დამოკიდებულია მატერიალურზე, აი ხორციელ დიდებაზე. მაცხოვრისგან სულის ხსნას არ ელოდება ეს ხალხი. გაიძახიან ოსანა მაღალთა შინა კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა.